ოცნების შეცვლილი რიტორიკა მზად ვართ ევროკავშირთან კრიტიკულ თემებზე, მათ შორის გამჭვირვალობის კანონზე სასაუბროთ, თქვა ლუქსემბურგში ვიზიტის შეფასებისას დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ. მისი განცხადებით კოლეგებთან შეხვედრის დროს ევროკომისიასთან დიალოგის განახლების საკითხის დაყენება ითხოვეს. ნორში გარდაცვლილი 44 წლის ქალის ოჯახი ამბობს, რომ ის შეუძლოდ მეზობელი კაცის დარტყმის შედეგად გახდა და ნერვიულობის ნიადაგზე არ გარდაცვლილა. ქალი მეზობლის დახმარებას ცდილობდა, რომელზეც ქმარი ძალადობდა. ოჯახის თქმით, კაცმა მას მუცლის არეში დაარტყა. გამოცემა წერს, რომ ფაქტს ქალის მცირეწლოვანი ვაჟიც შეესწრო. კრემლთან ახლოს მდებარე ნავთობ ქარხნის დაბომბვისას უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის საჰაერო თავდაცვის 4 შრე გაარღვიეს. გავრცელებული ცნობებით ქარხანა დამატებით იყო დაცული ანტიდრონული ბადეებით. უკრაინას სამხედრო ტექნოლოგიებს ეტაპობრივად ავითარებს. გუშინმაც სარაკეტო გამშვების სისტემა დრაგონი წარადგინეს, რომელიც საავიაციო რაკეტებს საჰაერო თავდაცვის იარაღად აქცევს. დიდი შვიდეულის ლიდერები უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების გაზრდასა და რუსეთისთვის სანქციების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრისას მთავარი განსახილველი თემა სწორედ ომში მყოფი ქვეყანა იყო. ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა და ხაზი გაუსვეს ბოლო თვეებში ბრძოლის ველზე მათ მიერ მიღწეულ პროგრესს.